13 ივლისს მწერალთა სახლში პოეტ თამარ შაიშმელაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა 2 გამოცემის წარდგინება. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ახალ გამოცემებზე, მის შემოქმედებასა და პოეზიაზე. ქალბატონი თამარი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის ქალბატონი თამარ, გვანდობთ მოგზაურობის. დილამშვიდობის, ჩემს საყვარა ტელევიზიაში ერთსულოვნებაში. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი თამარ, მოდით თავდაპირველად ვისაუბროთ ამ გამოცემების შესახებ, რომლის წარდგინებაც მოხდება და გაიმართება, როგორც აღნიშნეთ, 13 ივლისს, ორშაბათს და რა თქმა უნდა გკითხოთ თუ რას ეძღვნება ეს 2 გამოცემა და შემდგომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ წიგნების შესახებ. აი, 2 წიგნი მოვიტანემ. ერთი არის ჩემი ლექსების კრებული, გვირილების აღდგომა და მეორე არის მზე ამოსევდილი ლევან გოთუა. ეს არის ჩემი ნაშრომი, დისერტაცია მქონდა ამაზე, დისერტაცია დავიცავი და შემდეგ წიგნად გამოვიდა. წიგნად გადავამუშავე ეს წიგნი. ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა. აი ამ თემას ეძღვნება ეს. ეს 2 წიგნია. დიახ. გაჩვენებთ და ანუ ორივე ერთად გადავწყვიტე რომ ორივეს წარდგენა ერთად ჩამეტარებინა. ეს ცოტა ადრე გამოვიდა, 2 წლის წინ გამოვიდა ეს წიგნები, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხე ეს წარდგენა და გადავწყვიტე რომ აი ახლა ორივე ერთად ჩატარდეს. დიახ. ქალბატონი თამარ, ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს თქვენი ლექსების კრებულს გვირილების აღდგომა. რატომ შეერჩიეთ არჩევანი? აი ბოლო გვერდზე ლექსიც მაქვს მე მიწყვნილი, აი ამ აღდგომისადმი. საერთოდ აღდგომა სოფლად არის ძალიან ლამაზი. აი გაზაფხულზე როდესაც ჩადიხარ ძალიან მიყვარს ხოლმე გაზაფხულობით სოფელში აი ეს აღდგომის ნახვა და მაშინ დაიწერე ეს პატარა ლექსი არის ესეთი დაკოპლილი გაზაფხული ფერთა ტაბლას მანდობდა ჩახჩახებდა ჩემს ჩარდახში გვირილების აღდგომა ჩამოღლილი დედის ლოცვა მზეს ბუდეში აღქონდა იღვიძებდა ჩემს თვალებში თოვლისფერი აღდგომა. დიახ და ეს გვირილების აღდგომაც რაღაცა უცებ წამოვიდა, როდესაც კრებულზე მუშაობდი, ეს უცებ წამოვიდა. მოგეხსენებათ, რომ გვირილას ქრისტიანულ სიმბოლიკაში აქვს რამდენიმე დატვირთა ღვთისმშობლის სიწმინდესა და უბრალოებაზე, ასევე ყრმა იესო ქრისტეს სიმბოლო არის. აღდგომა ყველას მოგეხსენება, როგორი დღესასწაულია ქართველობისთვის და ესე უცებ დაიბადა ეს სათაური. დიახ. ქალბატონი თამარ, თქვენ არაერთი კრებულის ავტორი ბრძანდებით, თქვენი ლექსები არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ სხვა ბევრ ენაზეც არის ნათარგმნი და 1995 წლიდან მოყოლებული აქტიურად ვრცელდება ჟურნალ-გაზეთებში და არა მხოლოდ სხვა პოეზიის ანთოლოგიებში გვხვდება და იცით რა არის ყველაზე საინტერესო, როგორ იწერება, როგორ დაიწყო საერთოდ თქვენი ურთიერთობა პოეზიასთან და ამ კრებულებში ძირითადად რა არის თქვენი სათქმელი და შეიცვალა თუ არა ეს სათქმელი დროთა განმავლობაში? დიახ, რა თქმა უნდა. გეტყვით ყველაფერს. ბავშვობიდან დაიწყო პოეზიასთან ურთიერთობა. ბავშვობიდან მიყვარდა საერთოდ კითხვა, ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა და ძალიან მინდოდა რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. რა თქმა უნდა, ჩავაბარე, ავისრულე ეს ოცნება, მაგრამ პარალელურად ყოველთვის ვწერდი. მე 5 კლასში ვიყავი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე და პირველი ლექსი და შემდეგ პირველად ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ პიონერში. მაშინ იყო 2 გამოცემა, ნორჩი ლენინელი და ჟურნალი პიონერი. და იქ ვაგზავნიდით ხოლმე ჩვენს შემოქმედებას და სხვათა შორის რჩევები თვითონ წერდნენ, იცი ესე უპასუხოდ არ დატოვებდნენ. მოგდიოდა ლამაზად გაფორმებული წერილი, სადაც მიგვითითებდნენ თქვა შენიშვნაზე, ან რაღაცა თუ არ მოწონდათ, როგორ ჯობდა რომ დაგვეწერა და ვითვალისწინებდი მე ამას. ძალიან საინტერესო იყო ეს ურთიერთობა რედაქციებთან. მაშინ და რედაქციებთან და მაშინ დაიბეჭდა ზამთრის სურათი ერქვა მახსოვს ის ლექსი, დაიბეჭდა ჟურნალ პიონერში ეს პირველი ჩემი ლექსი. შემდეგ სწავლობდი უნივერსიტეტში და პირველ სხივში გამოქვეყნდა ლექსები, ალმანახ პირველ სხივში. და შემდეგ ჟურნალ ნობათში ცისკრის დამატება იყო და მე უკვე ჟურნალ ცისკარში ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. ეს რა თქმა უნდა ძველ ცისკარზე მაქვს საუბარი, რომელიც ადრე გამოდიოდა.
ასე დაიწყო ხო ლიტერატურული პალიტრა ძალიან კარგი ჟურნალი იყო იქ ასევე ჟურნალი ჩვენი მწერლობა როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით იქაც რამდენჯერმე დაიბეჭდა და საინტერესო არის რომ აი ამ ლექსებს ყოველთვის წინ უძღოდა პატარა შესავალი, პატარა ანალიზი. თქვათ აი რით იყო გამორჩეული და რატომ იყო საჭირო რომ დაბეჭდილიყო ეს ლექსები და ესეც ძალიან საინტერესო იყო ეს რედაქციის ფორმა იყო ესეთი რაც შეეხება ლექსებს, რომელიც ითარგმნა და ითარგმნება და არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის არის ცნობილი და არამედ როგორც ვახსენეთ სხვა ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. როგორ მოხდა თქვენი ლექსების თარგმნა და გაზიარება უცხოელებისთვის? ნუ ინგლისურად არის ნათარგმნი და ინგლისურად ანთოლოგიაშიც არის შესული ეს თლათ ახლა ბოლო დროს არ ყოფილა რამდენიმე წლის წინ იყო კულტურის სამინისტროს საოცნობით გამოვიდა ის ანთოლოგია რომელშიც შევიდა ჩემი ლექსები სხვა ქართულ ავტორებთან ერთად და შემდეგ უკვე აი ამ წიგნში ინგლისურ ენაზე აი გვირილების აღდგომაში შესულია მზია ლოურენსის თარგმნილი ლექსები დაახლოებით 20-ოდე ლექსი არის შესული ინგლისურად თარგმნილი მინდა გითხრათ რომ ეს ქალბატონი მზია კვირიკაშვილი ლოურენსი ცხოვრობს ლონდონში მას ყავდა ინგლისელი მეუღლე რომელიც შემდეგ გარდაიცვალა და იმ მეუღლის ინიციატივა იყო რომ ეთარგმნათ თანამედროვე ქართველი პოეტები და მე მახსოვს აი ამ წლების განმავლობაში როგორ აგროვებდა ამ მასალებს ქალბატონი მზია მაშინ გაუგზავნე მე ჩემი ლექსებიც და გამოსცა ორი წიგნი სულიერი ხიდი და სევდისფერი მარგალიტი. სხვათა შორის თავისი ხარჯებით აბსოლუტურად უანგაროდ გააკეთა ეს, მას ეხმარებოდა მეუღლე და ესეთი და თვითონ მეუღლის ნათქვამი არის, რომ ეს არისო ჩვენი საჩუქარიო ქართველი წერლებისადმი ქართული ხალხისადმი ჩვენი საჩუქარი არისო და მართლაც ძალიან კარგი იყო ეს კრებული. ხო, დაგვიზიარებდით რომელიმე ლექს ახლა საუბრის შუაში ასე ვთქვათ, რომ მაყურებელს წაუკითხოთ. კი, წავიკითხავ ერთ ლექს, რომელიც რევაზინანიშვილს ეძღვნება. თამაშ ჭილაძე მას ადარებდა კვეტარას ლურჯ კრამიტს. როდესაც მას დაწერა წერილი რევაზინანიშვილზე, მან თქვა, რომ კვეტარას ლურჯი კრამიტი გამახსენდაო, თითქოს ანგელოსის თრემლისგან გაჩენილიო და იმერე დაიწერა ეს ლექსი. ეძღვნება რევაზინანიშვილს. მანდაც დაგყვება ლურჯი კვეტარა, ანგელოსური ცრემლის ნათელი, რომ გაზაფხული გულით მეტარა, შენ გიხსომებდი ლოცვა ნათევი, შენ გიბეჭდავ და ცრემლში აისი, ხაშმის მთის ქედზე სულ დადრეკილი, დაუდრეგი ყოლშენი ანისი, ვითი ადგარი დიდ მოდრეკილის, დროს უსწრებდი და ბანდი იარებს, მზედი არებდი და იორობდი, ქრისტეს მხედრებმა ცაგადიარეს, შენ ბედის ფარანს ბრმად მინდობოდი, დრო მიდიოდა უგზო დარდივით, დროსაც უჭირდა დარდის გამხელა, და ნანურზე ფიცავ ამდილით, დამძახებელი შემხვდა ცალხელა, სევდა ფერავდა არ აქვს საფიცარს, გავდა დაისი დახორკლილ წკვარამს, და სამას გმირთა ბინდში ხმავიცან, გეფინებოდა ყაყაჩობ წყარად, გეფინა გაშლილ ივრის ნამღერი, იორს არაგვის ძახილის წვავდა და სიყვარულის ხმით და ამღელვით გეტალღებოდა სიტყვები წამლად, მანდაც შენი გაქვს ლურჯი კვეტარა, ანგელოსური ცრემლის ნათელი, რომ სიყვარული გულით მეტარა, შენ გიხსომებდი ლოცვა ნათევი. ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ ქალბატონ თამარ გარდა ამისა არაერთი ლექსი არის ამღერებული ამაზეც და გავამოხლო ყურადღება და ვინაიდან ბატონ რევაზინანიშვილზე ვსაუბრობთ ახლა ასევე უნდა აღნიშნოთ ვინაიდან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ლიტერატურული ჟურნალი ანეული რომის დამარსებელიც თქვენ ბრძანდებით და ასევე ბატონ რევაზის კონკურსი კი ერთი მოთხრობის შესახებ ამ შესახებ ვისაუბროთ კი თუ შეიძლება და 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ როგორ ხდება ამ ყველაფრის აღნიშვნა და მეჩვენეტად ტარდება ეს კონკურსი და ამ კონკურსის შესახებაც თქვა
დიახ, მე-17-ად ტარდება 20 დეკემბერს არის რევაზინიანიშვილის დაბადების დღე, 100 წელი უსრულდება მას და მიხარია რომ აი ამ საიუბილეო წლამდე მოვედით 2010 წელს ჩატარდა პირველი კონკურსი და აი ახლა ვატარებთ უკვე მე-17-ად. ეს არის რევაზინიანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსი. მინდა მსმენელმა მიაქციოს ყურადღება, რომ ფასდება ერთი მოთხრობა, ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა ან ნოველა, რომელსაც აგზავნიან კონკურსანტები და ამას ატომობ, რომ არის სხვა პრემია, თქვათ მწერალთა კავშირმა გასცა საიუბილეოდ ერთჯერადი პრემია რევაზინიანიშვილის პრემია და იმაში რომ არ აერიოთ. ანუ ის უბრალოდ გაიცა, მაგრამ ეს არის კონკურსის წესით გამარჯვებულ ერთ მოთხრობაზე არის საუბარი. არსებობს ლიტერატურულ ჟურნალ ანეულთან 1 სექტემბრიდან დაიწყება აი ამ მოთხრობების და ნოველების მიღება და 20 დეკემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. უნდა ითქვას, რომ არის ორი ნომინაცია, ერთი არის სტანდარტული ნომინაცია 3 ადგილით და მეორე საბავშვო ნომინაცია, რომელშიც ერთი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს და ძალიან საინტერესო 100-ზე მეტი კონკურსანტი მაინც იღებს ხოლმე მონაწილეობას და იმედი მაქვს წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. და აქვე ისიც მინდა აღვნიშნო თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა ბატონი რევაზის სახლ-მუზეუმის გამართვის და მოწყობასთან დაკავშირებით. კი, ესეც 2010 წლიდან მოდის ეს პრობლემა, თვითონ რევაზინიანიშვილის მეუღლე როზა ინანიშვილი ძალიან წვალობდა, რომ ის დანგრეული სახლის ნანგრევები რაც იყო, აღდგენილიყო, მუზეუმი ყოფილიყო და ეს მოხერხდა, ჩვენს ჟურნალთან არსებული ლიტერატურული გაერთიანების დიდი მონდომებით და რა თქმა უნდა ადგილობრივი ხელისუფლების მონდომებით, რომელმაც აღადგინეს და დაარსდა რეზოობა სახალხო დღესასწაული. კაპიტან თამარ, კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, როდის და სად გაიმართება თქვენი წიგნების წარდგენება და ჩემი წიგნების წარდგენა გაიმართება 13 ივლისს 6 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ კაპიტან თამარ, გარდა იმისა, რომ ამ წიგნების წარდგენება იქნება, არის კიდევ იქ საშუალება სურპრიზის სახით დავტოვოთ თუ რა იქნება გარდა წიგნებისა და რის ხილვა იქნება შესაძლებელი. და რა თქმა უნდა გელოდებით კიდევ. კი, ორ სიტყვას ვიტყვი და დავასრულებ. ანუ ჟიურის თავმჯდომარე გახავთ პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი, რომელიც წერს წიგნს 100 წლის რევაზინიანიშვილი თანამედროვე ქართულ მწერალთა თვალსაჩინოში. და მასში აი ეს გამარჯვებული მოთხრობების მიმოხილვაც იქნება. ძალიან საინტერესო იქნება ეს წიგნი, ანუ 20 დეკემბრისთვის მინდა ვუთხრა ჩვენს მსმენელს, რომ საინტერესო სიახლეებით გვექნება. და სიახლეებზეც რა თქმა უნდა გვექნება შემდგომ გადაცემებში საშუალება რომ ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ გვამადლობთ მობრძანებისთვის და ამ რაჩვეულებრივი ლექსის გაზიარებისათვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი კაპიტანი თამარ შაიშმელაშვილი.